პროექტი ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხრელად. პროექტის ავტორები კასპიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებსა და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ. მთელ საქართველოშია პრობლემა, ბატონო, ჩემო და მათთან ერთად, მათ შორის კასპიიც. კაია, ნაყოფიერი იყო დღევანდელი შეხვედრა, მუშაობა. ჩვენ აუცილებლად შევქმნით მომავალ საკრებულოზე ამ კომისიას და მივცემთ, ასე ვთქვათ, დატვირთვას და ვიმუშავებთ კიდევ ერთხელ, მოვიწვევთ სოფლის რწმუნებულებს, ვისთანაც უშუალოდ გვექნება შეხვედრები და მათგან მოვისმენთ ყველა პრობლემას, რა პრობლემები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით თითოეულ ტერიტორიულ ორგანოს. პრობლემა ნამდვილად მწვავეა, არა მარტო ჩვენ სოფელში, მთელი რაიონის მთელი საქართველოს მასშტაბით. ხედავ დახმარების სახით, თუ დაგვეხმარებიან სოფლებში ურნების ნაკლებობა, უბნებში ურნები არ არის, ხოლო ცენტრალურ გზაზეა ეს ურნები, ნაგვის ურნები. თუ დაგემატება ეს ურნები, პრობლემა, რა თქმა უნდა, მთლად არ მოგვარდება, მაგრამ ასეთი მწვავედ აღარ იქნება ეს საკითხი. შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ კასპიის მუნიციპალიტეტში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ნარჩენების მართვის კუთხით იმუშავებს. ასევე ყველაზე პრობლემატურ სოფლებში მოეწყობა დასუფთავებითი სამუშაოები და დამონტაჟდება სანაგვეურნები. წარმოიშვა პირველად ალბათ ისეთი აზრი, რომ შექმნილი იყო ეს კომისია, რომელიც ფუნქციონირებას გააგრძელებს, მუნიციპალიტეტში შეიქმნას და ფუნქციონირებას გააგრძელებს, რომლებიც მოაწყობს დასუფთავების პროგრამების შერჩევას, მოხდეს სოფლების დამიხედვით შესწავლა, თითოეულ ადგილზე თუ რა პრობლემა